სექტემბერს ხელოვნების სასახლეში უნიკალური გამოფენა ბაგრატიონები გაიხსნება. საქართველოს კულტურის მინისტრის ინიციატივით და მხარდაჭერით პირველად საქართველოს სამეფო გვარისადმი მიძღვნილი ერთთვიანი ექსპოზიცია ხელოვნების სასახლეში დაიდებს ბინას. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ქართულ ხელმწიფეთა და ბატონიშვილთა უნიკალური ნივთები. მათ შორის ვახტანგ მეექვსის ასტროლაბი, თამარ მეფის უნიკალური პორტრეტი, იარაღი ხმლები და ასე შემდეგ. მართლა ძალიან საინტერესოა და ვიცი რომ შენ ძალიან დაძაბული გრაფიკი გაქვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ ამ გამოფენაზე. შეგახსენებთ, რომ ბაგრატიონები საქართველოს სამეფო დინასტია და ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძველი სამეფო გვარი, რაც შეიძლება მივიჩინოთ. რამდენიმე ვერსია არსებობს ამ დინასტიის მმართველობის ქრონოლოგიის შესახებ, ახალი წელთაღრიცხვის 575 ან 809 წლიდან 1810 წლამდე. წარმოიდგინეთ, რამხელა პერიოდია. ბაგრატიონები წარმოშობით სამხრეთ საქართველოს სპერის პროვინციიდან იყვნენ. სპერი დღეს თურქეთის ტერიტორიაზეა. ბაგრატიონებს დინასტიური კავშირები ჰქონდათ მსოფლიოს სხვადასხვა სამეფო საგვარეულებთან, მათ შორის შირვანშაჰებთან, ბიზანტიის დუკებისა და კომნენოსების დინასტიებთან, ბურბონებთან, ჰოჰენცოლერნებთან და რომანოვებთან. მოკლედ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ღირსეული გვარი მსოფლიო ისტორიაში და ძალიან მიხარია რომ ხელოვნების სასახლეში გაიმართება ესეთი საინტერესო გამოფენა. ჩვენ ორი შესანიშნავი რესპონდენტი გვეყოლება, ბატონი მამუკა ქაფიანიძე და ქალბატონი ხათუნა იკვაძე, საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან. მოგესალმებით, ვიცით რომ ძალიან საინტერესო გამოფენა უნდა წარადგინოთ და მოდით კითხვას დაგისვამთ. იქიდან გამომდინარე რომ თქვენ პორტრეტების უბრალოდ სახვით ხელოვნებას კურირებთ, ძალიან ბევრი და საინტერესო პორტრეტი გამოიფინება ხელოვნების სასახლეში. ბატონი მამუკაც შემოგვიერთ და მოგესალმებით და გვიხარია სტუდიაში ყოფნა. ხალბატონ ხათუნა, გვითხარით რა პორტრეტები გამოიფინება, რა რაოდენობაზეა საუბარი და როგორც ვიცი, ბევრი საერთოდ პირველად იფინება. მოგესალმებით, მადლობას მოგახსენებთ სტუდიაში მოწვევისთვის. გამოფენა მართლაც ძალიან საინტერესოა და აქ იქნება წარმოდგენილი მე-18 საუკუნის მეორე ნახევრიდან მე-19 საუკუნის პირველი 10 წლეულებში შესრულებული სამეფო გვარის ბაგრატიონთა სამეფო გვარის პორტრეტები, რომელთა დიდი ნაწილი შესრულებული არის რუსეთში, იმიტომ რომ ისტორიულად მოგეხსენებათ ოჯახი ბაგრატიონთა ოჯახის დიდი ნაწილი იქნა რუსეთში გადასახლებული და ისინი იქ ცხოვრობდნენ, მოღვაწეობდნენ. აქ არის 24 პორტრეტია წარმოდგენილი და ისინი ერთდროულად გამოიფინება ყველა. ერთდროულად გამოიფინება. რა თქმა უნდა, პორტრეტების რაოდენობა უფრო მეტიც არის ჩვენ ფონდში. ეს არის ახალი და თანამედროვე ქართული ფერწერისა და გრაფიკის ფონდი ხელოვნების მუზეუმის, მაგრამ ასე ვთქვათ, ყოველთვის ყველაფერი საფრთხოდ ვერ იფინება ხოლმე, მაგრამ ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ ეს შემდგომ გამოფენებზეც რაღაცა სიახლეებით წარვდგეთ ხოლმე. ეხლა არის შერჩეული საუკეთესო პორტრეტები, აქ არის წარმოდგენილი გიორგი მე-11-ის პორტრეტი, სრულიად უნიკალური შესრულებული ყაჯარული ფერწერის მანერაში და ასევე არის მოდი ერთი წამი არ დაგავიწყდეს, შეგახსენებთ ეს გიორგი მე-11 ვინ არის? საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი მეფე, რომელიც ფაქტიურად ავღანეთის მმართველი იყო, ყანდაარის ბეგლარბეგი და რომ მოკლეს გიორგი მე-11 ღალატით რომ მოკლეს, შაჰს ეგონა რომ მუსლიმი იყო, იმიტომ რომ ყანდაარის ბეგლარბეგი იყო და ტანსაცმელი რომ გაუხსნეს, შიგნით ჯვარი და ხატები ედნენ, იმიტომ რომ ყოველთვის ქართული ქრისტიანობის ერთგული დარჩა. აი, ამაღელვებელი ხალხის პორტრეტები ძალიან ამაღელვებელია. თუნდაც აი ახლა ჩანდა იონე ბატონიშვილი, რომელიც გახლდათ მწიგნობარი, ენციკლოპედისტი და სხვათა შორის ის არის საწერ-მაგიდასთან შესაბამისი ატრიბუტებით გამოსახული. ყველა ეს პორტრეტი წარმოადგენს პარადულ პორტრეტებს, რომლის შექმნაც კარის ეტიკეტში შედიოდა. ამიტომაც შემოგვიყვება ჩვენი სურათი. ესენი როგორც მოდელები და მხატვარი რა თქმა უნდა, აუცილებელი პირობაა. დაცული მაქსიმალურად. იცით როგორ არის? პარადულ პორტრეტს აქვს თავისი კონკრეტული მოთხოვნები. ეს არის მაქსიმალურად საუკეთესო სამოსში ისინი გამოწყობილი, აქვს წარჩინების ნიშნები, აუცილებლად აი თქვენ ხედავთ ეს ალისფერი ესეთი ლენტებია, სამკაულებია, ორდენებია, ისინი ყველა წარჩინების ნიშანია და მეტყვე
საშუალებს ამა თუ იმ პიროვნებაზე, ამ შემთხვევაში ბაგრატიონებზეა საუბარი, მათ სტატუსზე, მათ მდგომარეობაზე, იერარქიულ მდგომარეობაზეც და ასე შემდეგ. ამიტომ პარადულ პორტრეტში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თითოეულ დეტალს და ამიტომაც ისინი ყოველთვის დეტალებით არის დატვირთული. მაგრამ აქ არის მნიშვნელოვანი კიდე რომ ეს პორტრეტები არის ძალიან საინტერესოდ შექმნილი, არაჩვეულებრივად მაღალ უმეტესობა ძალიან მაღალ მხატვრულ დონეზეა შესრულებული, თუმცა სამწუხაროდ უცნობია უმეტესის ავტორი. აი გამოდის რომ მათი ჩაცმულობა გეუბნება მოდა ცოტა მოგვიანებით ვისაუბროთ ჩაცმულობაზე, იმიტომ რომ ერთი ნიუანსია კიდე აი დააკვირდით ამ სამეფო საგვარეულოს პორტრეტებს, სიასამურის ბეწვის მოსასხამები აქვს. სიასამურის ბეწვი არ არის ქართული. და რა თქმა უნდა, მაგრამ სამეფო ოჯახის კუთვნილებაზე ერეკლეს უკვე აქვს, მამუკა ერთ-ერთ პორტრეტზე ერეკლე მეფე არის სიასამურში, იმიტომ რომ ეს არის სამეფო. მოდი ახლა გადავიდეთ მე ყველაზე მეტად რაც მიხარია ხათუნა არ გვიწმეს იფინება ასევე სამეფო იარაღი ჩვენი მეფეების ბატონიშვილების კუთვნილი მოგვიყევით რა იარაღი იფინება ხო იარაღი ერთხელ ერეკლეს გამოფენა გავაკეთეთ ხო და მე ისე მოხდა რომ ერთ ხანდაკებლობა გავაკეთეთ გამოფენა ჯანაშიაში და მთელი ეს სამეფო ერეკლეს იარაღი ვიტრინაში გამოფინეთ ბაგრატიონების ვერცხლეულიც იქ არის და სამწუხაროდ ამ გამოფენაზე ახლა ერთიდან ვეღარ მოხსენით და მეორე აი ნახეთ რა კითხვა შეიძლება გაჩნდეს ეს არის ნამდვილი იარაღი და აი თუ არის ნამდვილი როგორ ხვდებით ნამდვილი იარაღია ხო ანუ რეპლიკები არ არის რა ყველა არა რა თქმა უნდა ახლა ამ ექსპოზიციისთვის მოამზადეთ ბაქარის თოფი გიორგი მე-12-ის თოფი არჩილ მეფის თოფი ეს სულ ნამდვილად ორიგინალი ნამდვილად ორიგინალიაზე რომ საუბრობთ, ბუნებრივია ჩდება კითხვა, რომ ზოგადად იარაღის კუთვნილებას როგორ ხვდებით და შეიძლება თუ არა იარაღით ამოცნობა მისი მფლობელის ხასიათის, რაღაცა სტატუსის და ასე შემდეგ. იცით, ხვდებით ჯერ ერთი რომ გვაქვს ბედნიერება, რომ წარწერებით გვაქვს. აი გვაჩვენო სტუდიამ ეს წარწერები იარაღის. წარწერები, აი მაგალითად ბაქარის თოფზე თოფო ყირიმო მეფისა ბაქარისა. აი ნახეთ მეფის ძე თეიმურაზი პირდაპირ მეფის ძე თეიმურა ეს გახლავთ გიორგის შვილი, თეიმურაზ ბატონიშვილის ზაალ-ბაგრატიონი. ეს ზაალ-ბაგრატიონი, ბაგრატიონების კახურის შტოს წარმომადგენელია. სახელობითი იარაღები ქონდათ ეს. სახელობითია, რა თქმა უნდა. აი რაც შეეხება მფლობელის ხა თლად გარეგნობაზე ვერაფერს ვიტყვი, აღნაგობაზე იმიტომ რომ აი ჩვენი მეფეების, მაგალითად ერეკლეს თოფები 135, 140 არ არის რა. ამ შემთხვევაში ბაქარი ცოტა მაღალი ყავს, იმიტომ რომ 180 სულ არის ლეგენდები. ერეკლე როგორია? დაბალი კაცია თუ მაღალი იარაღი? ამ თოფებით სამივე თოფი რაც გვაქვს ჩვენ ეროვნულ მუზეუმში, ხო, სამივე მეტრა 35-36 ანუ არც ისე დაბალი ყოფილა. ხო, არც ისე დაბალი, მაგრამ ძალიან პატარაც. ერთი პატარა კახია, რატომ? რადგან კუთვნება მინდა ბევრი რამე მოასწროს. გიორგი გაარკვევს სხვა გადაცემის. კი ბატონო, რადგან კუთვნილებაზე ვსაუბრობთ, ერთი ძალიან საინტერესო ნივთი მინდა გაჩვენოთ. ეხლა ეკრანზე გამოჩნდება უნიკალური ნივთი, რომელიც გამოფენა ბაგრატიონებზე იქნება წარმოდგენილი. ეს არის ასტროლაბი, ნივთი, რომელიც მეფე ვახტანგ მე-6-ის დაკვეთით ირანში დამზადდა. ასტროლაბი 1712-19 წლებში აბდალ იმ უმცროსმა თითბერისაგან დაამზადა. წინა მხარეს ნახეთ ცისფეროა და შეხედე წარწერებს, მშვილდოსანი, ღრიანკალი, სასწორი, ქალწული, ლომი და ასე შემდეგ. რამდენად განათლებულები იყვნენ ხო ჩვენი მეფეები. რა კარგად იცნობდნენ და აი რა კითხვაც თქვენ დასვით, შემდეგი სლაიდი ვნახოთ, აი ვახტანგ მე-6-ს რო ეკუთვნის, ამის დასტურად მას აქ წარწერა ვახტანგი. აი ესეთი სახელობითი წარწერები არის და მოდი ხათუნასთან გავაგრძელოთ კითხვა, ვინ არის გამოფენის კურატორი, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს გამოფენა? გვითხარით რა 25 პორტრეტი მითხარით, ხო? და აი მარიკამ რაც იკითხა, არ ვაცლი მარიკას, რა გინდა და ჩემი შეკითხვა ის იყო, რომ ზუსტად აი დათვალიერების შემდეგ თუ შეგვექმნება სრული შთაბეჭდილება მოდის გარდამავალი ტენდენციების, მათი გემოვნების და თუნდაც შესაძლებლობების კუთხით, რომ აი რა სამოსში და რა გარემოში არსებობდნენ ეს ადამიანები. კი ბატონო, ეს გამოფენა შედგა
საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით, რისთვისაც, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მადლობა უნდა გადაუხადოთ. საერთოდ გამოფენების ხელშეწყობა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ფონდი ახლდება, ფონდი ჯანსაღდება და რაც თავარია, ფართო საზოგადოება სულრიგია თქვენს გამოფენაზე. კი ბატონო, გამოფენის კურატორი გახლავთ ბატონი ნიკა ახალბედაშვილი, გენერალური ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე, ის კურირებს ასევე ხელოვნების მუზეუმს და საკმაოდ დიდი ხანია მას ეს სურვილი ჰქონდა და უკვე რამდენიმე წელია რომ აი გავაკეთოთ რაღაც გამოფენა ბაგრატიონებზე, იყო სულ საუბარი, მაგრამ აი ესე საკმაოდ მოკლე ხანში მოხერხდა ამ გამოფენის მოწყობა. ხელოვნების სასახლეში ეწყობა ქალბატონო. ხელოვნების სასახლეში ეს გიორგი კალანდია დაკვდება. გიორგი კალანდია ჩვენი ამ წუთას მასპინძელი და მასაც ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ დროებით საგამოფენო სივრცეები ყოველთვის ჭირს ხოლმე, იმიტომ რომ მართლაც ძალიან დიდი ფონდები გვაქვს ჩვენ და ყველაფერს ვერ ვახერხებთ სამწუხაროდ. მოდა გითხარი უცებ რომ მოვასწრებთ რომ მამუკასთან ერთი კითხვა კიდე. ერთი თვე გაგრძელდება 20 სექტემბრიდან 20 ოქტომბრამდე. მოდი მოდაზე ვისაუბროთ. იცით რა შეასაქმე? ეს საზეიმო პორტრეტები, რომელშიც ძალიან მნიშვნელოვანია სამოსი, როგორც თქვი და შესაბამისად ეს სამოსი უკანასკნელ იმდროინდელ მოდის ტენდენციებს შეესაბამება, გარდა ამისა არის კარის ეტიკეტიც და ასე ვთქვათ, შემთხვევითი არც ერთი აქსესუარი, არც ერთი ტალსაცმელი და სამოსის დეტალი არ არის. მაგრამ აი ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის. ყველა ამ პორტრეტს ბაგრატიონებს აცვიათ ძალიან დახვეწილი სამოსი. ძალიან კარგად აქვთ ოსტატებს განსხვავება, ასე ვთქვათ, ატლასის, ბეწვის სიფაფუკის. აი ეს ფაქტურები არის არაჩვეულებრივად ამოყვანილი. მე არის ძალიან დიდრული სამკაულები. მაგრამ ზოგადად აი თუ ამავე პერიოდის თუნდაც რუსულ, ან თუნდაც ევროპულ ნახე ხა სოლომონი გამოჩნდა. სოლომონს ამ იმერეთის მეფეს ქართული ჩოხა ახალოხი აცვია და თითქმის ყველას ქართული ხალათები აცვიათ ამათ. ქართული სამოსი არის. სინთეზია, ანუ შემოტანილი მოდის და იმიტომ რომ ხო გეუბნებით, ამ პორტრეტს აქვს თავისი პირობები, ანუ მეფეს უნდა კონდეს სამეფო ბეწვი მოხვეული. მოდი, ეხლა ოდნავ ბოდიში ძალიან როგორ გითხრათ, აი მოკრძალებული და ძალიან გემოვნებიანი ეს პორტრეტი. კი, გამორჩეულად. აი ეგ არის სამეფო გემოვნება. მოდი, რადგან სამეფო გემოვნებას ვამბობთ, ნუ შენაჩვენე მე მანამდე ვიტყვი რომ აი ხათუნამ გააკეთა შესანიშნავი წიგნი ირაკლი გამრეკელს და ამაზე ცოტა მოგვიანებით მომავალ გადაცემებში ვისაუბრებთ, მაგრამ თქვენ გააკეთეთ შესანიშნავი წიგნი, ეს არის ზურაბ კობიაშვილის უცნობი კოლექცია. ეს არის ძირითადად ქართული იარაღი და რადგან ქართველ მეფეთა იარაღზე ვსაუბრობთ, მოდით ზოგადად იარაღსაც შევეხოთ. აი ქართველები მთელი ცხოვრება ვიბრძოდით. რა არის ეს ჩვენი იარაღი? ადგილობრივი, უცხოური, ჩვენი გვარის სამეფო გვარის წარმომადგენლები როგორი იარაღს ანიჭებდნენ უპირატესობას? მე თანახმებას ვუჩვენებ, მინდა რომ ყველა ვნახოს ეს უნიკალური. ცეცხლსასროლი იარაღთან დაკავშირებით ჩვენ ცეცხლსასროლი იარაღის განვითარების 1-2 ეტაპი გამოვტოვეთ სამწუხაროდ ქართველებმა. მაგრამ უერთდებით ამ განვითარებას კაჟიანი თოფების ეპოქიდან, ეს არის მე-17-მე-18 საუკუნეები, სადაც უკვე მეფეები აქტიურდებიან და აი მაგალითად არჩილის თოფი, რომელიც ახლა ექსპოზიციაზე ბაგრატიონებთან, ის არის ოსმალური წარმომავლობის. მაგრამ მე-17-მე-18 საუკუნიდან უკვე აი ამ ხმელთაშუაზღვისპირული თოფის აი ამ ოსმალური გავლენით კავკასია იწყებს უკვე თავისი იარაღის კეთებას და აი ამ საკმაოდ კარგად, კარგი მაჩვენებლებით და აი ამ კავკასიურ კონტექსტში ქართული იარაღს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს რა. ჩვენ უკვე ვქმნით ისეთ იარაღს, რომელიც იმდროინდელ მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს. მამუკა, რადგან ახსენე ხა სიამაყის საგანია ქართველი კაცისთვის, ხო, ქართული იარაღი. მითხარი, ქართული ხმალი, აი ცივი იარაღი როგორია? ცივი იარაღით ჩვენ გვაქვს, მაგალითად სულხან-საბა ამბობს, რომ გორდას და კალდიმსო ქართველები ყვარობენო. ეს ორი განსაკუთრებით საყვარელი, მაგრამ გვაქვს დავითფერული, ეს უნგრულსაც პირობითად ვეძახით, თორე ეს არის მინაბაძი ევროპული ხმლის, მაგრამ დამზადების ტექნოლოგია ადგილობრივია. ანუ იარაღის წარმოება ჩვენს ქვეყანაში იყო ძალიან იცით რა მიიქცია ყურადღება? იარაღის მრავალფეროვნება ნამდვილად გვაქვს, სანამ შემოვიდოდა აი ქართულ ეს რაც თქვენ ახსენეთ,
გაგზავნეთ, მაგრამ აი ჯაჭვს რაც შეეხება, ჯაჭვის პერანგი იქნება თუ შარვალი, ძირითადად ქართულია. თავდაცვა, ხო? თავდაცვა. იცით როგორ არის ჯაჭვის პერანგს მარტო ჩვენ არ გვსოვთ, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ გვსოვთ ძალიან აქტიურად. მე-19 საუკუნეში ჩვენი ქალები ქსოვენ ძირითადად ჯაჭვის პერანგს, თავის ქალები ქმნიან? ქალები ქსოვენ, კი, ჯაჭვის პერანგს თავისი ქმრებისთვის და მამებისთვის და ძმებისთვის და ყოფრებისთვისაც. მოკლედ ძალიან საინტერესო 20 ოქტომბერი. კი ბატონო, ძალიან საინტერესო სტუმრები გვყავდა ეროვნული მუზეუმის ორი თანამშრომელი, ქალბატონი ხატუნა კიკვაძე და ბატონი მამუკა ქაფიანიძე. არ დაგავიწყეთ, რომ 20 სექტემბერს ნიკა ახალბედაშვილის კურატორობით საქართველოს ხელოვნების სასახლეში საქართველოს ეროვნული მუზეუმის ექსპოზიცია ბაგრატიონები იხსნება. და ნამდვილად ყველა მოვასწრებთ.